იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45. Vaime, როგორ მოვაწონო ამ ბიჭს თავი. ისე ხო არ შევიდე. ვანიკო, თავმჯდომარე არ გამოჩენილა? არა, ამან წინაზე ხო არ გაამართლა. მაგრამ სექსუალურად რო ვკითხო? ვანიკო, თავმჯდომარე არ გამოჩენილა? მგონი ძალიან კაია. წავედი, მოემზადე. მოიცა, ვანიკო? მარიკო? ვანიკო, შენ აქ რა გინდა, რა ხდება, მიწის რა? არა. აბა, ხანძარია, ვანიკო? ხანძარი არა. აბა, ომი იწყება და თავს ვიშველოთ, ვანიკო? არა. მოიცა, აბა, კომპიუტერი და რა მიზეზით ადექი, ვანიკო? გეტყვი, ანუ ჩვენთან მოკლედ რაღაც ვანიკო, ყველაფერი გასაგებია. შენ კომპიუტერიდან ადექი და ჩემთან მოხვედი? კი, ვანიკო, თანახმა ვარ. ერთი წამი, არა, აბა, ერთი წამი, მარიკო, ერთი წამი. ანუ შუქი წავიდა ჩვენთან. ხო. რა მიზეზით წავიდა, სიმართლე გითხრა, არ ვიცი, იმიტომ რომ ყველგან არის. და შენთანაც რო დავინახე, მეთქი ძალიან მნიშვნელოვანი ონლაინ მატჩი მაქვს და თუ შეიძლება რომ შენი კომპიუტერი, ანუ ხო, კი, ვანიკო, კი, რას ამბობ, თავი ისე იგრძენი, როგორც საკუთარ სახლში, კი არა და თავი ისე ვიგრძნოთ მე და შენ, როგორც საკუთარ სახლში, კი არა და დაეგდე ხოლმე და ფეხზე ამდგარი არ დაგინახო. რა? გაგეთამაშე, ვანიკო. შენც ხო თამაშობ ხოლმე. ხო, მე მიყვარს კი. და მეც გაგეთამაშე. ხო, შეიძლება, ხო? ისე ძალიან კაი სახლი ქონია, მარიკო. ხო, ვანიკო, გინდა შენი კუთხე გაჩვენო? ჩემი კუთხე? ხო, ჩემს საძინებელში მაქვს ერთ მხარეს ხატების კუთხე და მეორე მხარეს შენი კუთხე. რა კაი იუმორის გწომა გაქვს. კეხვეწები, კაი მე დავჯდები რა და თორე ისეთ კლანში უნდა დამამატონ ბიჭებმა. ხო. უკვე ჩამაგდეთ ბიჭო რა იყო? ვანიკო. ვანიკო. ხო, მარიკო. რა იყო, მარიკო? ვანიკო, კერდი რო გავიდიდე, გითხარი? მითხარი, მაგრამ რო არ გეთქვა, ისედაც კარგად ჩანს. არა იცი რა არის, კერდის ამ ხელაზე გადიდება, რა თქინდოდა. კერდია თუ კავკასიონის მთათა სისტემა? კარგად ხუმრობ, ვანიკო. ვაიმე, ისა, ვანიკო. მარიკო, ისი რა არის? სიმართლე რო გითხრა ძალიან. ერთი წამი კაი, ვანიკო. ძალიან მალე უნდა გავიდე რა. არ გეგონოს რომ დიდი ხნით ვარ შემოსული, იმიტომ რომ მაინც შუქი როგორც კი მოვა, ჩემს ლეპტოპში და იმაში ხო იცი, მაინც ჩემი აკაუნტი მაქვს იქ და აუცილებლად იქ უნდა გავიდე რა. ვანიკო. და ეხლა, ვაუ, მიდი შემოდი. შენი აკაუნტი მე ვარ და პაროლი მკერდია. მოდი შეიყვანე პაროლი, ვანიკო. რა კარგად ხუმრობ. ხო, ისა. კაი. ვანიკო, ჩემს საძინებელში, სადაც საწოლი დგას. აი მანდ, ვანიკო, გამიფუჭდა კომოდი. შემოდი, აქედან შემოვარებით კომოდის და აქედან შემოვარ. ვანიკო, გამომყვები ერთი წუთი ჩემს საძინებელში, კომოდი გამიფუჭდა. ვაიმე, ეხლა ვერ დავაპაუზებ, მარიკო, გეხვეწე. კაი, შევალ და შემოდი, ვანიკო, გელოდები. მიდი, აქედან შემოვარებ ფრთხილად. აიმე, ვანიკო, ტიტლი კანა ვარ და საბაზანოში ვდგავარ, გეხვეწები, პირსახოცი მომაწოდე რა. ვაიმე, მარიკო, რა დროს ეგ არის, ზონა მიახლოვდება, გეხვეწები, მაცადე რა, ვაიმე, რა მაგარი. აუ, ვანიკო, მოდი ერთი წუთი რა, რაღაცა წყალს ვერ ვუშვებ.
რაიმე ეგეთი რაღაცები არ მეხერხება მარიკო რა გეხვეწები რა ძალიან მემისარი ვანიკო არ ვიცი ლურჯიდან ცივი წყალი მოდის თუ წითლიდან ცხელი თუ რა ხდება ვაიმე ვანიკო მოდი აუ რა ეგრე ბიჭო ხუარღატაო საღოლ ძმებო აქედან ახლა მე ჩამოვხდები აქედან მიდი ენერგეტიკული შენაიღე ხა თუ გინდა არ არის პრობლემა მიდი რამე მოხდა მარიკო? არა. ხო მშვიდობაა. კი როგორ არა რა უნდა მომხდარიყო? ხო კიდე кайწეღა რომ ეძახდი არ მოვედი თორე რასკის უმაზავდი პროსტა. ხო აბა რასკინი არ გამაძო ვანიკო. მე მგონი გამართლა ჩვენმა იდეამ სინათლე რო ჩავჭერით. ხოი მე მგონი ბები ავხდები გოგო. ბების და აეგრე ჯიგრები ხარ ოჩაღ მარიკო იცი რა უნდა აი რაღაცა აი სულ მინდოდა რომ შენთვის ერთი რაღაცა მეთქვა ეხა მინდა რომ ამ უხერხული სიჩუმით ვისარგებლო და აი ეს წლებია რაღაცა მინდა რომ გკითხო რა მოიცა ვანიკო წლებია და მე გინდა რომ მე მკითხო რაღაცა კი წლებია ითმენ ვანიკო კი კაი წლებია შეში მალამ და კლავ კი წლებია მინდა რომ გითხრა მეც ვანიკო შენც გინდა რომ გითხრა მეც მინდა რომ ვაიმე მაშინ გეტყვი მიდი ვანიკო მზად ვარ მარიკო მიდი შენ გოდოფარი გააკამაში ჩაწერილი გეხვეწები რა ძალიან მინდა რომ გოდოფარი ვითამაშო რა დეიდები მიკრძალავენ რა და არა აქვს ეგ დისკი რა და გეხვეწები ამას რომ მოვრჩები იქნება რაღაც ვიჩხალი როგორ ხარ მარიკო? რა შვებით ბავშვებო? აბა რა შვებიო? გოდოფარი მინდაო. რაღაცა ხალხო მითხარ, ჩემშია პრობლემა? არა მარიკო დაწყნარდი შულო, შენში არანაირი პრობლემა არ არის. აბა რა ხდება? რატო ვერ მომჩნევს ეს ადამიანი? იქნება უნდა რომ შეგამჩნიოს, მაგრამ კერდი უშლის ხელს. ფარება შეიძლება მოდი ერთი. კარგით რა. მოდი მარიკო, მოდი ჩემი მარიკო მოდი მარიკო ჩემ. დიდი ხანია შემოსულია ეხა ეს და. ხო. მოსახდენი მოხდა. რაც გვაინტერესებს. ხო, რა ვიცი, იქ სადღაც ჩახტა და იარაღები წამოიღო, თუ მაგას გულისხმობთ. ეგ მოხდა. არა, აი სახლში რის გამოც ჩამჭერით შუქი. ხო. ხო? ხო? კი. აი ეგ მოსახდენი თუ მოხდა. აი მე არა, ყველაფერს ვაკეთებ მაგისთვის, მაგრამ ვერაფრის დიდებით ვერ შევიტყვე საწოლში, ვერ ჩავაწვინე ბიჭი. არა, ეს ბოლო 6 წელი არ წვება საერთოდ საწოლში. აი ამ სკამზე თუ მიუწვევი რაღაცნაირად თუ მოახერხებ, შეიძლება რამე გამოვიდეს. იცი რა არის, მე მგონი აქაც უნდა ჩავჭრათ სინათლე. აუ, ძალიან კაია ჩაჭერით. კი. და მე იქ მიუწვე. აბა შენ სკამზე მიუწექი. აი ესე ფეხები აკეთებ მიუწვე. ჩემი იმედი გქონდეთ. მიდი მარიკო. ჩვენ გასაკეთებელს გავაკეთებ. შენი გა. მიდი მარიკო. აუ ხუარღატაო. აუ შენი დავატირე რა, აქაც შუქი წავიდა თან რა დროს რა. კაროჩე რა. ვაიმე, ვანიკო, რა ვაშკაცური ხარ. აუ აზრი არა აქვს რა, მარიკო რა, აქაც წავიდა წავაგე რა. მოგლე ძალიან დიდი მადლობა რა, მე გავალ. სავარაუდოდ რაღაცა დაზიანება არის და ჩვენთან იმ ჩემი აკაუნტი მაქვს, რო გითხარით. ბოდიში რა. ვანიკო. მოსვლა შენი ნება იყო. წასვლა ჩემი ნება. რა ისა. გავალ რა, გიხვეწები რა. რა საკეთებ? მარიკო რა საკეთებ? რაო ვანიკო. მარიკო გასაღები მომეცი ხა გეხვეწები? რა გინდა ვანიკო? მომეცი რა გასაღები რა გეხვეწე. რა საკეთებ მარიკო? მოდი ვანიკო. გასაღები ამოიღე. მოდი ვანიკო. მოდი. მოდი ჩკარა იჭერ. მოდია. რას ვიჭერ? არ მინდა რა. ვანიკო. თავმჯდომარე არ გამოჩენი ლა აუდე ვანიკო სკამ
გაიგდე უნდა მოგიწვე. საუ, ბიჭო, რა მაგარი გოგოები არიან, შეძმობას მიცავარ, შეხედე. ნახე რა ქალები გამოვიდა. უიდე, იმ შავგრემან შეხედე, ბიჭო, რა არის, მაგრამ ის ქერაც მაგარია. შავგრემანი ეგრევე აირჩიე, უკვე შენია? რა თქმა უნდა, всё, აღარ უნდა ეხა მაგასთან. ბიჭო, მომისმინე. ისე მე ცოტა ადრე ხوار მომივიდა ვიაგრას თალება. აუ, შენ თალია უკვე ვიაგრა, ბიჭო. აბა რა უნდა მეკნა, მაგრამ არა, ბიჭო, 1.5 საათი მაინც ხოვდა ის მოვე კაროჩი. დავაი. საათი რომელია? 11 დაიწყო. აუ, დაგვერხას. რა ხდება? ბიჭო, საბურთალოა მაინც და აქ რო ხმაური ატყდება. აი, ბიჭო, ხმაური კი არ კედელია, სქელი ნუ გეშინია. ოპა, მოიცა. ხო, მოიცა. მოვალე ხლა, შენ გააღიმძო. კაი, დავაი. შეიძლება შემოვიდე? შეიძლება კი არა, აუცილებელიც არის. მოგზანდით. დავჯდები ხო? დავბრძანეთ, რა თქმა უნდა. ხო და ის მეორე სად არის უკაცრავად? მეორეს წინა გამოძახებაზე რაღაცა პატარა პრობლემა შეექმნა და ცოტა აგვიანდება და მალე მოვა. მალე ხო მოვა, მალე რაც ავარი. აუცილებლად. აი ეს პირველად ვარ ოჯახში და რაღაცა ტკბილი მოგიტანა. რატომ შეწუხდით? რა შეწუხება? ოპა. რა გოგოები. იბენა რა გოგოები არიან იცით, მაგრამ ბიჭო მეორეს აგვიანდება ცოტა რა, მაგრამ ხო მე ბიჭო არ არის. ნახე რა მაგარი გოგოები. ოპა, გამარჯობა. ვა. საიდანაც მეცნო ვიცი? ვა. ლესელიძეზე ლაუნჯებში ხوار დადიხარ ხოლმე? საიდანაც? არა, პეროვსკაიაზე დავდივარ და მადანა ნაკლებად. მადანა იმერელი ხარ ხო? აუ, კი. ერთი წამოვიდეთ. შენ ფუთელი ხوار ხარ? კი? აუ, ჩემი საით ბიჭო, ვალერას გოგო ხარ შენ გოგო? მიშია ვარ, სერზე რო ვცხოვრობ, ზევით გოგო. ვალერას გოგო ხო ხარ? მიშიკო! მე ვარ! მიშიკო, მე შეგაგიხმარ. მაიდა სადაო ბიჭო, რა ვახარ? მაგანა ვცხოვრობ. შეგლახა, რა ვახარ ბიჭო, რა? დასულალობ ისევე. დავწერო. ბიჭო, ლოლიტა კაპუჩინო საიდან იცნობ შენ? ლოლიტა კაპუჩინო კი არა, ის იგივე ლაურა ვარ კაპანაძე, მაგ ის არის რა ქვია. გადაგება მოგონილი არის. ჩემი ძმაკაცი გიორგი გეიცან. სასიამოვნოა. მეც არაფერი გამიკეთებია ჯერ და რა არის სასიამოვნო. რა მამსპარიენა, კოყერა. გავატარე დედა. გაგადი ბიჭო, ხო, მაგრამ ის მეორეს რო დაურეკოთ, რო რავი, რამდენ ხანში მოვა. ეს მოუთმენელი ყოლია, მოვა მეორე. მოვა ხო? დედა ლაურა, შენ რა გითხარი გოგო მე, ბიჭო, მოყევი ახლა რა შვებ. დედა რა უქნა. ხალი თუ არ მოგინდა ისი არ უნდა დამირეკო. კაი გოგო, ნუ დაიწყე პირდაპირ ახლა იმითი, რა უქნა ასე მოხდა აქანა ბიჭებმა ცოტა დავლიეთ და ხო. ასე იციან ბიჭებმა დალევენ და მერე ის ატყდება რეკვები. მეიცა გაჭედა რა ვარ ძბოზი ისე გამომიძახე? არა გოგო, ასამოფ ახლა ისე. არა, გმრერიდება. ხო, ვერც გიცანი გოგო, სურათები რატო არ გიდევ შენ ისე გამაგები? ბიჭო, გაჩერდი ახლა ჩემი სურათები რო დავდო იქანა. ატყდება მერე რეკვები, აპაფული მასესხე, აბა ისა შენ მუშაო, ბევრი ფული გაკაი შემოსავალი გაქონდა. დედა შენ რა გითხარ? ხომშვიდობა აქვს, რო დაურეკოთ მეორეს სავი. მეიცა ბიჭო, ერთი წამი რა იყო ბიჭო, მაცადი ცოტა ხანი ბიჭო. დეიცადე ცოტა ხანი ბიჭო. კაი, ცოტა ხანი დავი. ხო ხტები ახლა ბიჭებმა ცოტა დავლიეთ და ხო და ასე მოგვინდა ქალები. დედა, რით იქცეთ ახლა ბიჭებო პატივი? კაი, ახლა გოგო, კაი ლაურა ახლა რაურა პატივი რა გინდა? არა, მითხარით. ის 1 საათი გაქვთ აღებული? ხო, ახლა 1 საათი. კი, რაღა დარჩა, სად არის? დედა, მოგიკვდით თქვენ. დაგიმატებს ნახევარ საათზე. არა, პაპა. აი, არა, ახლა არ გამაგონო. არის, კაცო. ხო და იმ ნახევარ საათში კაი ჭადებს გამოგიცხავთ. კაი ხარი, რაღაცა ჩვენებურად ჩავჯდეთ. ერთი ლაურა შენ რა მითხარი ახლა? რა გინდა? მაცადე ბიჭო, ცოტა ხანი ბავშვების მეგობარი მეწვია ბიჭო აქანა, ხო შეიძლება რომ დეველაპარაკო ორი სიტყვით ბიჭო. საიდან მოხდი ახლა დაია შენი აქანა ამ სფეროში ახლა? ამ სფეროში მოგიყვები ახლა გაცინო. ამან მოყოლა იცის ესე იგი. დაჯექი მიდი მომის. ვერ დავჯდები იყოს ბიჭო. რო ჩამევედი ამ თბილისში, იმაში ტექნიკუმში რომ ესწავლა. ერთ ბიჭს შევხვდი რა. ხო და ვიყავით კაც მე და ეს ბიჭი. დედა რა კაი. მე მეორე ბიჭს შევხვდი.
შევხვდი. მე იმასთანაც კაათ ვიყავი. მე მესამეს შევხვდი, იმასთან უფრო კაათ ვიყავი. მე მეოთხესთან კიდევ უფრო კაათ ვიყავი და ახლა ვარ ამჩატებული და ყველასთან კაათ ვარ. ის მეორე ამჩატებული თუ მოვა მალე. ეკაცი მომაშორი აქედან. რა იყო ბიჭო, მაცადი. მოდი აგერ. შეიძლება. არა, რო გადაურეკოთ, ხო შეიძლება რომ იყიდო. ლაურა, მოდი შედაია, რა გინდა ბიჭო შენი? რა მინდა, ბიჭო, შენ სულ დაგავიწყდა რა მაგ და ცუდად ავართქო, აღარ შემიძლია, დაურეკე მოვიდეს ეს მალე. რა, მიყურე ხა მაგ თვალებით, რომ გეცები შენ დაჯექი. მაცადი. მოდი ერთი წუთი ახლა. მე დედა. ნაილი! დედა, ვინა? ახლა ვინ დაგანახო შენ თუ იცნობ აპა? მოდი. ნაილი დეიდა რა ვახარ? იცანი მიშიკა. რა ვახარ? არა, რატო დევიწყე სოფელი კაცო, აღდომებზე ხო ჩამოვდივარ ხოლმე მე. ჩამოვა აღდომებზე. ეს ის არის მიშიკოს მაკაცია გიორგი. გამარჯობა, კაცი. კაი, ნაილი დაგირეკავ მე ახლა არცალია. კარგად ნაილი დეიდა. კარგად. გოგო, მაგას გაუთი, შე და იმას დაურეკე, ხო შეიძლება ერთი. მოვათქო, ბიჭო. სად არის ამდენი გავიდა უკვე ნახევარი საათი, რაღა დამჩა, რა მოვა, მეცა გაჩენ, იმ დღეს მინ გამამიძახა, იცი? აპა. ვინა დაია, მითხარი. თუ გამეიცნობ. ვინ დაგირეკავდა ხლაში? ჩვენი სოფლის თავში დასაწყისში რო ცხოვრობს, ჭაჭე. ხო? ხო, იც ჭაჭე. მამამის. ავთომ, რასამო? ავთომ. რაი? სუგულში მიხუტა. დედა ავთო, კაი კაცი არის. გადასარევი კაცია. გულკი კაცი, მე ვაფშე ვერ წარმემედგინა ახლა მაგი. და კაი კაცია, მიყვარს ჩემი. უი მე დედა რა გავქნა. დედა რა ვარი თბილი გარემო შეიქმნა ახლა ახლა. სანამ მოხვიდოდი ვიაგრას და ლევას ვაპირებდი, მაგრამ ახლა ისე ვარ ციცქას დავლევიჯოდი დისცია. მოდი ბიჭო, აგერ შენ აპირებ და მე რო დავლი 1 ლიტრა რა გავაკეთოთ, დაურეკეთ ბიჭო, მოვიდეს ის მეორე, ხო არ გასულეთ. გვაცალე. გააჩერო, მალე ბიჭო. შენ სულელი ხო არ ხარ შენ? დედა რამე უყურე ეს ახუნტრუცებული კაცი ეს. შენი ორწუთიანი სიამონების გამო ახლა ჩემი ბავშვობის მეგობართან მოგონებებს ვერ წაუბილწავ. რამე ხო არ მევიფიქრო, სანამ ჩემი ახალი. გაჩედი, რა მოფიქრებულია გოგო, ყველაფერი მაგ მოფიქრებული რა, სად, როგორ, რანაირად, საიდან, მუხლებზე, რა გინდა მოფიქრებული მაგ ყველაფერი. ბიჭო. რა მუხლებზე, რა უნდა ამ კაცკაცო, დამანებე. მაცადე ბიჭო, რა იყო? რა ხა ჯოკერი ვითაბაშოთ ხო, ვიფიქრე. ჯოკერი არა, ბურა პარებში გოგო, რა იყო? კაი ბიჭო, შენ რა გჭირს ზამია ბიჭო, რა იყო? გეუნები ბავშვების ამდენი ხის უნახავი ადამიანი ერთად ვარ გაზდილები ბიჭო. ხო, ტრუსიკიდა. საგან არის ესე კაცო? ისი რა ქვია, გაჩერდი ახლა მითხარი. ცალი ხო არ მოგიყვანია? რა არ მომიყვანია? ბავში შემეძინა 2 კვირის წინ, ბიჭი. რას მეუბნე? აბა რავა კაცო. აი ბიჭო. გლახა უნდა იყო, გეიგე. აჰა, ჩემს სახე. აბა, ლაურა. პირიქით, აქეთ უნდა მესაფული ახლა გაჩერდი. არ ვიცი. აი გოგო, რა სამბობ ახლა? გამომართვით კი $100-იანია, კაცო, ჩემს სახე. რა გამევიდა ახლა, მაგი, რა გამევიდა მაგი ახლა. დედა რა გამახარე, მიშიკა ბიჭო. უი, მე დავლიო თითოჭიქა თუ რა. მოდი მე დავლევ, ახლა მე ვიტყვი ერთ საათი. მიშო, რო დაურეკო ერთიო. ბიჭო, მაცადე ბიჭო, შენი ადამიანია ხარ. რაღა გაცადო, მე აღარ მაცდი. ვინ არის ესე? თვითონ მე აღარ მაცდის. მაცდი სადღინგძელოს თქმას. რა ვცდით? ამიცი, ამჭიქითი. რას გოუმარჯოს იცი? ეკეო. იმერე მოხალბატონა ბერასი მარია, ჩემვეზოში პრასირა და მოგი მარია. არ მომიბერას მიპოვნია ახლა ჩემია. პატარა გოგოსი ყვარული ოხრაძნელია. ერიფტანტავი აფინარ მირიმბიდარი ვიდო. ერიფტანტავი აფინარ მირიმბიდარი ვიდო. უშეგენაცვალე ლაურა მე. შენ გოგო დის სცენაზე უნდა იდგე, აქ რა გინდა გოგო გადა. მარა დგომა სწოლა ვარჩია. ერთი რო დაურეკე. ბიჭო. გეღირსა შესაძლოა. აბარა. უი დედა. მოდი ჩემო გოგო, მოდი. მოდი. გამარჯობა. გამარჯობა. ეს არის ბოდიში? ჩემი მეგობარი დაქალი, ისი რა ქვია, ნაირა ფსუტური. რა? ვინ ნაირა? ფსუტური. არა. კი. არა. რა ვარა? არა. საგინო. ხო. რა მაგი?
არა. რატო? რაგი, გიორგი, რა. ბებია ჩემის მოგვარია. წავედი მე რაც უნდა თავარ შეძლო. ერთი წუთი იქნება რაღაცას ვილაპარაკოთ. გიორგი. მამისვინი იქნება არ არის ფლახლობელი, ბიჭო, მამისვინი აქეთ. ვინო? დე იქნა დაჯექია ხარ. თვითონ დაასხი ერთი შამპანი. დაასხი და აგერ მიდი. აი შოკოლადია პირში აგლახავე და აი როგორ მიყვარს ეს შოკოლადი. ეგარა ბებო, ეკარი არა. აი ეს. ესა? ხო, ეგ. აი, ეხავე ბებო. შენ გაიხარე. აი მე რა კარგი სახლი გახდებო. გაიხარე შვილო. ღმერთმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს ესეთი კარგი შვილები აღარ არიან. როგორ მაყიდინე, როგორ ამომატანინე, რო არც დაგეზარა. შემოგევლე. შენ გაიხარე. რა თქმა უნდა, აი არ უნდა შეწუხებული. არა, ბებო, რა შეწუხება, ახალგაზრდა ბიჭი ვარ და დაგინახეთ, ვერაფერს ვერ ყიდულობდით მაღაზიაში და აი ყველაფერი გიყიდეთ და ქეგიცით. არა. გაასაგებია, ბებო, არ მოგერიდოთ არაფერი. აი, ჩვენი ვალია ახალგაზრდების სასამართლო. ჩვენ გაიხარე. აქ დააწყეთ. მურაბა მაქვს ერთი მეტი შემოთავაზება არ შემიძლია. შემოგელი. არა უშავს, მობძანდით ბებო აქეთ, თქვენ აქეთ დაბძანდით. გაიხარეთ. ეხლა რა შეეხება საქმეს? იგენაცვალე. მე ვარ სოცაგენტი მიხეილი და თქვენი ქონება უნდა ავსო. ღმერთმა დაგლოცოს. დამიჯერეთ არანაირად არ არის თქვენთვის სასიამოვნო. ეს ყველაფერი თქვენი ქონება უნდა აღწერო. უი. ჩემი ქონება რა ასახწერია ბებო. პირველ რიგში დავიწყებ ამ პარკებით. ხო, რამ სუყე შენაძენია. აი მალადეც, აი მალადეც. არა. რამდენი რამე გიყიდიათ ქალბატონო? მეხუმრებით ხო? ეს ყველაფერი ხო შენ მიყიდე. ქალბატონო, მე რო გითხარით, რომ არჩიეთ ნებისმიერი რამე თქო. რატო არ შეხვედით მაწონის და სუხარის სექციაში? რო შეხვედით გერმანული ძეხვების სექციაში და აუ, ეცი და წამოიღეს ამდენი რაღაცა, ა? ხო, მაგრამ მინდოდა რომ ერთხელ მაინც გამესინჯა. კი ბატონო, კი ბატონო. დაბძანდით არ გეშინიათ? რა შეეხება დაბძანდით ქალბატონო აქ? ეთი წამით გადავიდეთ ახლა, აქ რა ხდება? ესე იგი 1 2 3 4 5 -5 ქულა. რა სამბობ? 5 ქულა უნდა ჩამოვიდეთ. კი ბატონო, -5 ქულა. ეს ახლა წაიღეთ და მოხარშეთ. კარგით, მაშინ ახლავე წავალ და მოვხარშ. კარგი? ეცა მოუტრიალეთ ქალბატონო. ანუ მიდიხართ და ხარშავთ? კი, როგორც მითხარი. ანუ გაზი გვაქვს. -10 ქულა. მაშინ მაცივარში შევდებ და გავყინავ უბრალოდ, აბა რა გავაკეთე? მაცივარში? კი. -20 ქულა მაცივარი. ძალიან გთხოვთ ბატონო, ეს ხო ძველი მაცივარია, ნახევარზე მეტი არც მუშაობს. ვერ გავიგე რა მითხარით? დედა ამ სოსისმა ხო გამინადგურა სიცოცხლე, რა მინდოდა, რას ყიდულობდი საერთოდ? იქნებ რაღაცნაირად შეღავათი გაგვიკეთო. ქალბატონო, ეს რა არის? ჰოლანდიური ყველია. ანუ ვიცით რომ ეს არის ჰოლანდიური ყველი. ანუ როდისღაცა შეგვიძენია, ხო, გასაგებია, კი ბატონო, ვიცით. კი, მაგრამ ეგ ჰოლანდიური ყველი ტელევიზორში მაქვს ნანახი, ისე გემოთიც არ გამისინჯავს საერთოდ. ტელევიზორში გაქვთ ნანახი. -30 ქულა ტელევიზორი. ეთი რა მაინტერესებს, ქალბატონო? თქვენ ამ სახლში ლიფტით დადიხართ? მეხუთე სართულზე. არა ბებო, არ არის მაგის საშუალება, ყოველდღე 5 თეთრიანი რო ჩავაგდო. ანუ ფეხით დადიხართ? ძირითადად ფეხით დავდივარ. ესე იგი 70 წლის ხალი ფეხით დადის, ესე იგი რა ხდება? რაღაცას ისეც იღებს, რასაც პროტეინები აქვს საჭმელს. პროტეინები რას აქვს? ცილა არის ძირითადად პროტეინი, ცილა არის ორაგული, კი ბატონო, იქ ახლა თევზი, მოხარშული საქონლის ხორცი, ლოკოკინები. ასე თუ გავაგზელებ ფიქრი ქალბატონო, Forbes-იაში უნდა შეგიყვანო თქვენ სოციალური კი უნდა მოგიხსენოთ. არა, ჩემო კარგო, რა ლოკოკინა, რა თევზი საერთოდ არ გვინახავს. გადახედეთ აბა ჩემ ოჯახს, ან მე შემომხედეთ რა მეტყობა რომ მე თევზს. ბებო, მოვედი ბებო. მოდი ბებო, მოდი. მოდი ბებო. სოცაგენტი ყავს სტუმრად სოციალურს გვიხსნიან. ვაიმე, რა სამბობ? ეს რამხელა რაღაცა გაქვთ სახში ქალბატონო, რა ამბავია ეს გამაგებინეთ, ა? ეს რომ ცოდრა და საერთოდ თავიდანვე მოხსნიდი სოციალურს. ეს რატო არ ვიცოდი? რამხელა რაღაცა არის. ეს რა არის ეს ქალბატონო, ა? ბოდიში, შვილი ვარ, მე ჩემზე ამბობ? ხო, შენზე ვამბობ, კი? თქვენ მიმზანდებით, ვერ გავიგე. სოციალური მიხეილი? ხო, მაგრამ რაღაცა კი არა, შვილი. გასაგებია, კი ბატონო. არა, ეხოცებით რა. ხო, სოციალური არ მოგიხსნათ. ხო, რატო? იცით როგორ გაჭიროებაში ცხოვრობთ, ხედავთ. წლებია ხორცი არ გვიჭამია ბოლო-ბოლო.
ახ შენ რო გეთქვა რომ დრაკონი მყავს სახში მოშინაურებულია, იმას უფრო დაგიჯერებდი, ვიდრე შენ რო ხორცი არ გაქვს, ბიჭო, ნაჭამი. რას ამბობ ახლა მითხარი? რა გინდა, ჩემო ძმა, ერთი წუთი ჭიყვი, მაგ და ნივთიერებათა ცვლა მაგ დარღვეული რა, რატომ? ძალიან. მე რამხელა რაღაცა გაქვს დარღვეული, რა ამბავია ეს გამაგები. რატონი არის ერთი წუთი, რატო ბოდიში, კურნალობთ, შვილობ, კურნალობთ. კურნალობ და ეხლა შენ წამხვა და ფურცელს მომიტან. სადაც ეწერება გამოკვლევების მიხედვით, რომ შენ არ გაქვს ღვიძლის გაცხიმოვნება. უარყოფითი რო არ წახვალ და მაგას არა, ღვიძლის საერთოდ არ მოხდა. გავიღე, კაცო, ეხავი რა პრობლემა. აღარ გინდა, აღარ გინდა. რატო მოგიტანთ რომ კუჭის გაცხიმოვნება არ მაქვს საერთოდ? ბიჭო, ექიმთან ხო ყოფილ ხარ, ესე იგი, ფურცელი ხო უნდა მომიტანო. ექიმთან ნამყოფი ხარ. იქ ვიზიტი 80 ლარი, იქ გამოკვლევები თითო 50 ლარი არის. იქ ეხოსკოპია 300 ლარი მინიმუმ ღირს. რა მნიშვნელობა აქვს მეკულას ას დაგაკლებ? ფული გააქვს ესე იგი. ესეც ფული არა 55 ქულა. სად გვაქვს შვილო ფული გეხვეწები? ნანა მოდი რა გეხვეწები რა ტყებალი მაგაკეთე. გაიცა, ჰედი, მე შემოდი რა. თან არ გასო ტყებალი მაგაკეთე. რა ტყემალი, კაცო? კარგი იცის, უნდა მანახო. ვაი, ერთი წუთი რა. გაატანე ჩუმად, დამალე. რა ჩურჩულებს ვინ არის? არა, გადი რა, გიხოცები და მე შე. გამისი ჟაბა. მე მომწონს და შევანახო. ეხა ნახე გოგო ეხა. აბა, ჰა, მითხარი. უბალო ცოტა. ეს ახალი ტყემალია რა. ახალი არ ხო, ახალი. ბიჭო, რა корпуსი ვარ. ამ ოქტომბერში საჩოულობთ ამ მომბალოს გამაგებინე თქვენ, ა? ეს მდიდრების ოჯახში. რა მდიდრების корпуსია? ერთი წუთი. არ ვარ. სოცდა უცველი არის. ხოდი შერთ. გვერდზე ხო თქვენ? ხო, გვერდზე რა იქ. ელისო. ელისო, იგივე პრობლემები. აი აქ დამელოდე. აქ დამელოდე არ გახვიდი ხო, ეხლა. არ გემოცვალა. ესე იგი, მოკლედ. ქალბატონ, თქვენ აღარაფერი აღარ გეშველებათ. შენ, ჯიგარო, მომისმინე ხორცი რო საერთოდ არ გიყვარს და არ გიჭამია. არ მიჭამია გებიცე. ეხა ნახე რა ხდება. მე ვიზრუნებ პირადად. ამ საბუთებს წავიღებ ეხლა რა აღწერე აქ რაც აღწერე. მე ვიზრუნებ პირადად, რომ შენ აღარაფერი აღარ გქონდეს ამ ცხოვრებაში. საერთოდ არაფერი. ხო თქვენ მიყიდეთ ბატონო ეს ყველაფერი და არ დაგვიტოვებთ ამას. ეს რა ხდება ნანა? სად მიგავ? შემოძმაო, ეგ მაინც დაგვიტოვე. რა დაგიტოვო, კაცო, 20 ოჯახში ვარ მისასვლელი ეხლა ამით მე და სოციალურები მაქვს მოსახსნელი რა საერთოდ. სუნიც სუნი? ღმერთის არ გეშინია. ღმერთის. რა შეგეხება ელისო შენ? ნანა, შენ ჰოლანდიური ყველი თუ იცი რა არაერია. იცი ახლა როგორ არის ჰოლანდიური ყველი? იცი. მიდი აბა გადი გვერდზე ოთახში, მიდი. შენთან საქმე მაქვს, მიდი ერთი წამი. ამბალო და ჯანდაბა. ტელევიზორ გამოგეტანა ამასთან ერთად, არ გინდოდა? დაგემალა. მოდი. აბა ვისი ქორწინების 10 წლის იუბილეაო. ჩემი ცხოვრება. ეხლა იცი როგორი შეგრძნება მაქვს რა. როგორია ბა? რაღაც ქორწინების დღე გვაქვს და ესე უნდა შემოუბრუნდე და შენ ბეჭედი უნდა გამიკეთო, მიყვარხარ. ой, მე მეცალე მიყვარხარ და მე ხო იცი ყოველთვის შენი ოცნებების ასრულებას ვცდილობ. ხო და დღეს შენი ერთ-ერთი ოცნება კიდე ასრულდა. კაი, რა თქინდოდა, დაიხარჯე ძა. აბა, აი ეს რა არის თუ იცი? აი ეს შენ. გასაღები მაჩქე? გოგო, რისი გასაღებია, ჯერ ის მაინც გაიგე, ხო? გადაიხედე ფანჯრიდან. Mercedes G-კლასი, Geländewagen, შენია, აბარა. მოგეწონა? აუ, ძალიან მიყვარხარ. შენი ცხოვრება. ეხა შენი ჯერია. რა თქინდოდა რა? ეხა შენი ჯერია, იცოდე. კაი, დახუჭე თვალები. ხელებს გამოწყე. დახუჭე. აი, ზუსტად ვიცი, რომ ძალიან მოგეწონება. აუ, ერთი სული. თვალები დახუჭე. დახუჭული მაქვს. გაახილე. გავახილო? გაახილე. გახსენი. აუ, იცი რამდენი მიფიქრე? აუ, რა არის? მიდი, გახსენი, კიდე. მიდი. კიდე. კიდე წინ დამაჩუქე, გოგო. რა არის? ანუ კიდე წინ დამაჩუქე? ხო გიყვარს წინგელი. გოგო, აი დავიჯერო 10 წლის განმავლობაში, ანუ მეტი ფანტაზია არა გაქვს, ანუ სხვა რაღაც რომ მოგეფიქრებინა, გოგო. კიდე წინ და რა, ნასკების დისტრიბუტორი ხო არა ხარ, გოგო? 10 წელი სულ ერთ და იგივეს რანაირად ჩუქნი, პროსტა გამაგებინე, გოგო. კიო წინდა ხო?
ანუ რა არ გაგიხარდა გიო? გამიხარდა პირველი 1 წელი და 9 წელია ვიტანჯები. სულ წინდა ჩოქნა. რა უბედურებაა გოგო. ანუ რაღაცა ხო უნდა მოიფიქრო. 14 თებერვალია წინდა ჩუქნი. დაბადების დღეზე წინდა ჩუქნი. ქორწილის იუბილე წინდა ჩუქნი. ანუ ვიღაცას აზრი მაინც შეეკითხე. ხო დედაშენს მაინც კითხე აზრი ხო შეიძლება. ხო, მაგრამ გულით გაჩუქე და რა ვიცი მეგონა რომ გაგიხარდებოდა და საერთოდ დედაშემს ვუთხარი და დედა მითხრა რომ ანუ 5 წელიაო დაბალყელიან წინდა ჩუქნიო და ეხლა უშვილო ცოტა მაღალყელიანი აჩუქეო და იმიტომ გიყიდეს და რა ვიცი მეგონა რომ მოგეწონებოდა, მაგრამ ოკეი. გოგო, ანუ ხან გულით ჩუქნიო წინ ანუ შენ დონორი ხარ თუ დისტრიბუტორი, მართლა რა გინდა ბოლო-ბოლო, ანუ რაღაც ანუ ისეთ საჩუქარი ხო შეიძლება მაცად ერწამით გოგო. ხო შეიძლება ისეთ საჩუქარი მაჩუქო რომ ქუსლზე არ გამეცრიცოს, ხო შეიძლება. ერთხელ ხო შეიძლება ეგეთ რაღაც რომ მაჩუქო. ანუ რა გინდა რომ ყანწი გაჩუქო? აი ყანწი გაჩუქო ჩაულებრივ, აი რიგით კაცებს რა მოწოდა ღვინო ჩაასყა და დალიო? მირჩევნია რომ ეგ მაჩუქო, კი ბატონო, ხო? ეგ ახარ, ხო, ეგ ახარ. ის ორიგინალური საჩუქარი მაქვს, კიდე შაშა რომ მეუნებოდი, ხო და ის რომ მაჩუქე ნასკები, ჩვენი გაცნობის თარიღი ეწერა ძველ შუმერულად. რა კაი ორიგინალური ნასკები იყო. მაგარია. აი რა გაჩუქო, აბა განსხვავებული რა გინდა რომ გაჩუქო? რა ვიცი გოგო რაღაცა შეიძლება და რავი მაჩუქენ იმას ნებისმიერი რაღაცა, რავი რაც გინდა ის მაჩუქე. ნებისმიერ სუნამო თუნდაც. სუნამო? ხო. სუნამო როგორ უნდა გაჩუქო? გია ძალიან პრეტენზიული ხარ და არც ვიცი რომელი სუნი მოგწონს. მე შენ ქმარს რა უყვარს ეს რატო არ იცი? ჩემ ქმარს ვიცი ვინც უყვარს, ჩემ ქმარს მე უყვარ ვარ და შენი საჩუქარი ვარ რო იცოდე. ხო, ჩემამდე ორი საჩუქარი ხო არ იყავი სხვისი. ვაიმე! მაყვედრი? თქვი მაყვედრი მაგას? მე ხო გულით გაჩუქე ყველაფერი გიო? კაი რა გეხვეწე მართლა გულით გაჩუქე ნასკი გაჩუქე რა გინდა გოგო შენ ბოლო-ბოლო გამაგებ იმენა ეს შენი დაქალის ისენი რო სუფთა იმენა ერთ-ერთი ხარ შენ და შენი დაქალი რა იმენა დამაწყდა ნერვები რა გასაგები აღარ გიყვარ ვარ всё ეგრე გეტყვი გოგო 120,000 დოლარიანი მანქანა გაჩუქე და მაგას რანაირად მეუნები აღარ გიყვარ მე არ გაჩუქე წინდა რა გოგო რა წინდა არ გაჩუქე რა წინდა გოგო ეს არის ნასკი და წინდას მიხსოვდა ბებია ჩემი აუ რა იყო გაღონგულებული კი მქონდა ეს ფეხები ზამთარი აღარ გიყვარ ვარ всё მიყვარხარ ადამიანო მიყვარხარ აი რანაირად არ მიყვარხარ გოგო რა გინდა ყველაფერს ხო გისრულებ არა ეგ არის რას მისრულებ 14 თებერვალს რა მაჩუქე რა გაჩუქე iPhone 16 დედი ხო გაჩუქე Pro Max-ი გიო ო iPhone 16 Pro Max-ი დედი არ გაჩუქე მეც გაჩუქე მე რა მაჩუქე გოგო ხო წინდა წინდა უმადური ხარ მაგარი იმენა ეს მართლა შენი დაქალის მოუდი რაღაცა გათიშე და ნორმალურად გოგო რაღაცა ერთნაირად როგორი მაშვებით მართლა შენ და შენი დაქალი ახლა მოვიდა და აღარ მინდა ახლა შენი ლაპარაკი და არ შეიმჩნიო არაფერი არ შემარცხვინო არაფერს არ ვიმჩნევ გაუღე მობზანდით მერაბ გენაცვალე გიას ვენაცვალე გამარჯობა დამალოა იქნებოდა ბიჭო გილოცავ შენ გენ უღმესი მადლობა შეაბერდით ერთმანეთს დავბრძანდით რა მოდით რაღაცა ჩემი დაქალი ცოტა მოწყენილი მექნება არა თავი მткиვა გილოცავ გაიხარ გილოცავ თავი მткиვა რაო ჩემო პატარა ვინმე მხო არ გაგაბრაზა არა უბრალოდ თავი ამტკივრე და იყოს რა გენაცვალეს ბაბა საჩუქარი მეგიღია როგორც გათხოვებული რა თქმა უნდა კი 10 წლის იუბილე მქონდა და შალმა მაჩუქა ვარა ლამაზი წინდა ძალიან ლამაზი არის ბაბა ჩვენც გქონდა სხვათა შორის გუშინ წინ 5 წლის იუბილე მართლა აუ რა მაგა რა გაჩუქა მეუღლე მე ვაჩუქე 17 Pro Max-ი და ნარინჯისფერი და იმან მაჩუქა წინდა ნარინჯისფერი აუ რა მაგა iPhone-ს აი როგორ შეეხამება მართლა ხო აი ძალიან ლამაზია ჩემი iPhone-ი ფერიც არა ჩემი წვანია ბროს სოწვანე ზოლი აქვს ეს რატო რა გინდა ლამაზი წინდა არის ხა რავი არა კი ისეთ შენი ცოლიც ანუ შენი მეუღლეც წინდებს შუქნის ხოლმე სულ ჩემი ცოტა ფიქრობს ანუ ესე იგი სულ არ ჩუქნის წინდა არა სულ წინდებს მჩუქნის მაგრამ ფიქრობს ანუ გაზაფხულზე ცოტა დაბალყელიას მჩუქნით ზამთარში ამოსაცმელს ერთადერთი ზაფხულის ქუსლიან წინდები ხო იცი ფეხსაცმელში რო გზრებათ აუ რო უნდა მაგრამ მაგას ვერ ვეუბნები რომ გაიბუტოს მე მეზარება რა რატომ უნდა გაიბუტოს ან რა გეზარება რა შემოსარიგებელი მიზეზის მოფიქრება მეზარება მაგრად რატომ უნდა შემოირიგო აბა რომ გაიბუტოს ვინ უნდა შემოირიგოს მოიცა რატო ირიგ ანუ რა ვინ თქვა საიდან მოიტანეთ ეგ წესი წესი ასეთია კაცო რაზეც არ უნდა გაბრაზდეს ცოლი შენ უნდა შემოირიგო ვინ დაწერა ეგ წესი ცოლმა არა მომისმინები და ჩვენ ხმა თუ არა ვიმაღლეთ ესე უკვე არაფერი არ გამომართლა მარტო წინდებზე გადავალ თველი ცხოვრებაზე მე აგერ ეხა რაღაცა რო უთხარ და ცოტა ხმა მოვიღე მე მგონი ცოტა მეშველა იცი ხო აი შენ ძმობას ვიცავარ შენ წინდას მაინც გჩუქნის ბიჭო შაშანი ცი რა მაჩუქა
რა თქმა უნდა. შარშან გავუშვი დუბაიში საშოპინგოდ, პარიზში მყავდა გაშვებული სადაქალო და მანქანა ვაჩუქე რო ჩამოვიდა. ეს ჩამოვიდა და რა მაჩუქეთი ცოლმა. რა გაჩუქე? Bluetooth ყურსასვენები. 19 ლარიანი ჩინური შენძრობას მიცემ. ამას მაინტერესია. რაღაცას მაინც მოუწევს. 19 ლარიანი ყურსასმენი რა საჩუქარია ბიჭო. ხო, სხვათა შორის მეც ეგვაჩუქე, მაგრამ ყველა კაცი უმადური ხართ. მერაბი რა ხდება აქ უკაცრავად, მაგრამ ჯერთი 19 ლარიანი არ მიჩუქებია. 19 ლარი გადავიხადე, ისე 69 ლარი ღირდა. ოკეი, მე ვთქარი. ხო, მაგრამ იცი რა არის, უმადურები ხართ კაცები ზოგადად. ულამაზესი წინდა უყიდე და საერთოდ ვერ დაინახა ადამიანმა. გულით ნაჩუქარი. გოგო. ნახე რა. ძალიან კაი ხარისხის წინდა. ხო. გოგო, კაი ხარისხის შეიძლება არის, მაგრამ 10 წლის იუბილეზე წინდა რანაირად უნდა აჩუქო? იმას რა ქმარს? როგორ დაიწყე წინადადება? გოგო? გოგო. ფიქრია. ფიქრია? ფიქო. წინდა რანაირად უნდა აჩუქო 10 წლის იუბილეზე? რანაირად რა ხდება მერაბი? მერაბი რა ხდება გამარკვია ერთი ხალხი დავინახეთ და ენა ამოვიდგით? რა შუაშია ეგ ეხლა რა შუა? წარბი გადაივარცხნენ და დადექი ეხლა დროზე მანდ. რა შუაშია უბრალოდ ეხლა შენ აი წარმოიდგინე შენ რო წინდა გაჩუქონ აი წარმოიდგინე. მაგის წარმოდგენაც არ მინდა მერაბი. აი კაი მაშინ ჩემი და გიას ადგილას წარმოიდგინე თავი. აი მე არ მინდა მაგის წარმოდგენა. აბა რის წარმოდგენა გინდა ერთი? მერაბი რატონია? გოგო რაღაცა სირობა წინდებს ჩუქრი და ტონიც აღარ მქონდეს ისეთი მე რომ მინდა? როგორ წინდებს? მაღალყელიანს. კაი მერაბი კაი. სახში დაველაპარაკებთ მე და შენ აუცილებლად მერაბი. წინდა. საჩუქარი იცი რა არის საერთოდ? გულიდან, შინაგანის სამყაროდან გამოხატული საჩუქარი. ვიცოდი. და წარბი გადაივარცხნე მერაბი. გიო. ო, მივხვდი რა ყველაფერს რა. მოდი რა დავასრულოთ რა. მე მგონი რომ ეს იყო უბრალოდ მიზეზი. აი ეს ამბავი აღარ გიყვარვარ და დაშორება გინდა და მითხარი და всё დავიშალე. შეხვეწევი რა თათ ეგეთ უაზრობებს, მიყვარ ხარ და არავინ არაფერ არ დაშორდება. გიო, ხვდები რა ვერ ამბობ, ვერ მეუბნები და ეს იყო მიზეზი, უბრალოდ წინდა იყო მიზეზი და მითხარი და არა წავალ. მეთქი, არაფერი არ იყო, მიზ არსად არ წახვალ გოგო. წავალ გიო, არ არის თქო პრობლემა. წავალ. არსად არ წახვალ არა, ეხლა. წავალ, იმიტომ რომ აღარ გიყვარვარ და წავალ რა. წადი. ხო, წავალ. წადი. მომეცი მაშინ მანქანის გასაღება. წადი. მომეცი და წავალ. წადი. თათია. მივდივარ და წავალ. ბოჭ მართლა წავიდა? გაეკიდე დროზე ბიჭო. თათ! ეხლა გია. თათკა გეხვეწები, ჩავიცევ რა მაგნას. ეს ფერადი წინ დამოიცვი, ბრამუს ისე ვერ დაეწევი. აგინდა ეხლა. ანუ რა ხდებოდა, რა დიალოგები შედგა აქ საერთოდ? რა გინდა, ანუ გოგო ვიხუმრე რა მოხდა ეხლა რაღაცა ფერადი წიდავე და იმას ფარი დაუჭირე და რა მოხდა? უბრალოდ გაიხუმრე მერაბი. გავიხუმრე ხო? კაი. თუ გაიხუმრე, კაი. კაი, ახლა მაღაზია არ გაბრაზდე, გეხვეწები რა გინდა, ვერ გავიგე, რაზე უნდა გაბრაზდე? არ გაბრაზდე. შეთვის მაქვს საჩუქარი. ორკაციანი საგზური პარიზში. ძალიან კარგი. მეც მაქვს შენთვის საჩუქარი ბუსუ. შენც გაქვს საჩუქარი? რა? ვაუჩერი. ხო არ ხათო, ვაუჩერი? რას ამბობ, გოგო, ვაუჩერი უნდა მაჩუქო? 70%. 70%-იანი ვაუჩერი? წინდების ვაუჩერი. საწავიდა ის აღფრთოვანება მერაბი? აი, ანუ არაფერი აღფრთოვანდა. არ გაგიხარდა წინდა? როგორ არ გამიხარდა რა? აბა როგორ გაგიხარდა დამანახე? წინდების ვაუჩერი? მეტი შეგიძლია? წინდების? უფრო? ახლა შემეტია, შემიძლია ფიქრო რა. მერაბი, წარბი გადაივარცხნე და ჩემს წინ იარე.
იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.